სტუდენტს. და ჩვენი საერთო როცა ნელ-ნელა იწურება და ხო შევაჯამოთ ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანი იყო რომ ეს გაცვლითი პროგრამები ახსენე აი და მინდა რომ რაღაცნაირად ესეც ვთქვათ რომ ძალიან კარგია ჩვენი სტუდენტები რომ მიდიან უცხოეთში იქ სწავლობენ აი ევროპულ განათლების სისტემას ახულობენ როგორია მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ თვითონ ვიყოთ ამ განათლების ექსპორტიორები ხო ჩვენ თვითონ გქონდეს ისეთი უნივერსიტეტები ჩვენ თვითონ გქონდეს ისეთი ინსტიტუციები რომლებიც სხვა თავაზებენ კარგ პროგრამებს და ლექტორები შესაბამისი კვალიფიკაციის იქნებიან და აი ის სისტემა რომელიც და რეჟიმი რომელიც დღეს საქართველოში ხელისუფლება აქვს მიტაცებული მოდი ესე ვიტყვი ყველაფერს აკეთებს რომ ეს ინსტიტუციები დაასუსტოს და გამოშიგნოს იმიტომ რომ თუ ინსტიტუცია დამოუკიდებელია ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და დღეს თვითონ ვეღარ ღებულობენ გადაწყვეტილებას იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის დამოკიდებული 1-2 კაცის ესეთ ახირებებზე, ხო? და ეს დამოუკიდებლობა არის დასაცავი, ქვეყნის დამოუკიდებლობაც და თითოეული ამ ინსტიტუციის დამოუკიდებლობაც და გასაძლიერებელიც არის. და ეს პროცესი თავისთავად გუშინ და გუშინ წინ არ დაწყებულა ეს შეიძლება ესე არ შუქდებოდა, ბევრი რამ ვიცით, ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ ეს ეროზია მინდიოდა ძალიან დიდი ხანი. მე აი ხშირად მახსენდება ხოლმე 2015 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა მოხსნა მინისტრმა მაშინ და მთელი ცენტრი გამოვიდა მის მხარდასაჭირად, იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრის დირექტორი, რომელიც ისეთი პატრიოტი იყო, რომ აი ამ ქართულ საგანძურს ისეთ პოპულარიზაციას უწევდა მთელი ქვეყნის მსოფლიოს მასშტაბით, რომ იყო გაუგებარი, რომ რას ერჩოდნენ. და დღეს ჩემთვის ეს ძალიან გასაგები არის, რომ ზუსტად ესეთი პატრიოტი ადამიანი იქ აღარ არის. და მერე იყო ამას მოყვა გიორგი უშიკიშვილი მოაშორ, მერე ხა აღარ ჩამოვთვლი სახელებს და გვარებს, მაგრამ განათლების სისტემაშიც ესე იყო. ის ერაზმუსის პროგრამები, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს რეგიონში საუკეთესო, აი მართლა საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა ჩვენ ამ გაცვლითი პროგრამების და დღეს ის ადამიანები იქ აღარ არიან, ხო? ეს კითხვის ნიშნები არის ზუსტად და ეს ინკლუზიურობა ჩვენ დაგვჭირდება მომავალშიც, როდესაც ეს კრიზისი დაიძლევა, შემდეგ აი ესეთი სპეციალისტები, სწორედ ირინასნაირი სპეციალისტები უნდა იყვნენ ჩართულები, სტუდენტები უნდა იყვნენ ჩართულები, სწორედ აი ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ ეს გაძლიერდეს. შემდეგ ეს სისტემა და ფეხზე დადგეს. დიდი მადლობა. მე ალბათ დავამატებდი იმას, რომ დროა ყველა შევთანხმდეთ იმაზე, რომ პრობლემებზე და განსავითარებელ მხარეებზე კრიტიკული აზრის გამოთქმა არ ნიშნავს ინტრიგნობას და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც ცუდი გვინდა ვინმესთვის. ეს ალბათ პირველი. მეორე არის ის, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ უმაღლესი განათლება ინტერნაციონალიზაციის გარეშე დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში უბრალოდ შეუძლებელია და პოლიტიკოსებმა, არ ვიცი, პოლიტიკის განმახორციელებლებმა თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა თუ საზოგადოებამ ზოგადად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი, ესე ვთქვათ, საერთაშორისო ნდობა აღდგეს და გაძლიერდეს უმაღლესი განათლების ინსტიტუციების მიმართ და ამისთვის ნამდვილად საჭიროა მმართველობის, კარგი მმართველობის პრაქტიკების განვითარება, პირველ რიგში, ესე ვთქვათ, დამოუკიდებლობის, ესე ვთქვათ, ინსტიტუციების დამოუკიდებლობის თემით უნდა დავიწყოთ და რაც თავარია დემოკრატიზაციის პროცესი მმართველობაში უნდა იყოს გაძლიერებული, ალბათ მოკლედ ეს შემიძლია რომ ვთქვათ და ყველა სფეროში პოლიტიკური პარტიები დაინტერესდებიან უმაღლესი განათლებით და ზოგადად განათლების საკითხებით, ესეც არ იქნება ცუდება. საერთოდ შეეკითხებიან დარგის ექსპერტებსაც, რომ რას ფიქრობენ. კი, ანუ რეალურად კი რუსთაველზე კარგია ეს პროტესტები, მაგრამ მე მინდა რომ უფრო მეტი პროტესტი იყოს, როცა რაღაც უმაღლეს განათლებაში რაღაცა უმსგავსობას ვხედავ და როცა განათლება ვერასდროს ვერ გახდა პრიორიტეტი ამ ქვეყნისთვის. ამაზეც მინდა რომ ესეთი პროტესტი იყოს რუსთაველზე.
ძალიან დიდი აი ზუსტად კავშირშია ფაქტობრივად ყველაფერს ხო, და პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება საბოლოო ჯამში ირინა. ძალიან სიმპტომატურია, რომ თუ ესე იგი არ არის რაღაცა სკანდალური არ ხდება ხოლმე, საზოგადოებას აცმიდიას არ აინტერესებს ხოლმე. ნუ თუ მეთქი ეს უნდა მომხდარი იყო თან ესეთ დრამა. უნდა შექმნათ ხოლმე რაღაც სკანდალურები, განსხვავება მოგაცეთ. ძალიან ჩვენი დიალოგის დროს დავიწყოთ თქვა თქვენი ქალიშვილით, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნდა, ხო? ჩვენ გვყავს შვილები, ასე ვთქვათ, რომლებიც ეხა დღეს სწავლობენ უცხოეთში, მეურმა ვისწავლეთ და დავბრუნდით და ერთ-ერთი პრობლემა რაც არის და რომელზეც სკანდალური არ არის და ამიტომ არავინ არ ვლაპარაკობთ, ეს არის ეგრეთ წოდებული ტვინების გადინება. ეს შეიძლება იყოს ბევრად უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ვინაიდან ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო საგანმანათლებელ ბაზარზე, საუკეთესო სტიპენდიებით სწავლობენ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში და იმის ნაცვლად, რომ მათ თავიანთი ცოდნა, გამოცდილება, უნარებით მოახმარონ ქვეყნის განვითარებას და დაბრუნდნენ, ჩვენ ეთერში ძალიან ბევრი გვისაუბრე, ამიტომ შენიშნათ ვერ მივიღეთ კარგად, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მართლაც რატო არის მნიშვნელოვანი ეს პროტესტი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ შევქნა წინაპირობები იმ ქვეყნისთვისა და ჩვენ შვილებს დაბრუნება ენდომებად და აქ აიჟღერა რომ მე ვაკეთებ იმას, რაც ჩემი საქმე არ არისო. სინამდვილეში ქვეყნის მნიშვნელოვანი კრიტიკულ მომენტებში სხვისი საქმე არ არსებობს. არ არის პოლიტიკოსების საქმე, სამწუხაროდ დავინახეთ რომ ვერ გაართვის თავი. ასე რომ, როდესაც არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პოლიტიკური საკითხები, ეს გვეხება თითოეულ ჩვენ ქვეყანას და ვისაც როგორ შეგვიძლია, რა ფორმა მიგვაჩნია საჭიროდ, ზოგისთვის ეს გაფიცვა, ზოგისთვის სწავლის მერე ქუჩაში დგომა, ზოგისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ ეს არ არის სხვისი საქმე, ეს არის ჩვენი ჩვენთაგანი საქმე. და ძალიან დიდი მადლობა, ასე ვთქვათ, იმ სტუდენტებს და ახალგაზრდებს, რომლებმაც ეს ამ რუსული კანონის დროს დაგვანახეს და ეხლა მე მგონი ყველა თაობა ძალიან აქტიურად ვართ ამ პროცესებში ჩართული. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.